წმინდა იოანე ოქრობილი ბრძანებს, რომ საახალწლო გართობები და თამაშობები ყოვლად შეუსაბამოა ქრისტიანულ სიბრძნესთან. ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდანებს სიტყვით, მაგრამ არ ვახორციელებთ მათ სწავლებებს ცხოვრებაში. ახლა საჭმელ-სასმელი ყველა ოჯახში ჭირდება და ყველა ადამიანს ჭირდება, მაგრამ ახალი წლის ეგრეთ წოდებული დღესასწაულის ასეთი მასშტაბით აღნიშნა ყოვლად დაუშვებელია. ეს არის როგორც მოგახსენეთ ანალოგიური კერპთაყვანისმცემლობა. ახალი წლის კერპისადმი თაყვანისცემის მიგება. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ მოვიდა შემდეგ ახალი წელი. აკურთხე უფალო გვირგვინი ამის წელიწადისაა, აკურთხებს დედა ეკლესია ახალ წელს. წელიწადის გვირგვინს აკურთხებს. მაგრამ ეს თამაშობები და ეს გოჭები და ინდეურები და ასეთი სიძვრის ჩამოვარდა თუნდაც რომ არ იქ ახლა ეს საჭმელი თუ არ ვიყიდე ესე მოხდება და არაფერი არ მოხდება და კიდევ არის ხოლმე ნაძვისხეს თუ ახალი სათამაშოები არ დაუმატე რაღაცა არაფერი არ მოხდება აბსოლუტურად. ეს არის ზღაპრული სისულელეები. დედაბრული ზღაპრები არის არ ჭირდება ეს. ჩვეულებრივად შეიძლება შევხვდეთ ახალ წელს. ახლა მარხვა არის მაშინ და ოჯახი რომელიც მარხულობს მარხულის უფრით აღნიშნოთ ის რომ მოვიდა ახალი წელი, ანუ ერთი წელი კიდევ ჩამოგვაკლდა და იქვა ახლა მარადისობასთან. ყოველ ახალ წელს ადამიანი უნდა ხდებოდეს განცდით, რომ ის ერთი წლით ხანდაზმული შეიქმნა. მიახლა მარადისობას და ეს წელი როგორი იქნება მისთვის? ამ წლის შემდეგ კიდევ იქნება ის ცოცხალი? კიდევ ერთი წლის შემდეგ კიდევ შეხვდება შემდეგ წელს? როგორ განავლოთ ის წელიწადი სარწმუნოებრივად სულის ხონებისათვის, როგორი იყოს და არა იმ თამაშობებით, გათამაშობებით ყოველად შეუფერებელია მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის და თუნდაც კულტურული ადამიანისათვის. დღეს სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ამაზე ნაკლებს ფიქრობენ და წარმოიდგინეთ, ჩვენ უფრო არ აღნიშნავთ შემდეგ შობა მოდის და შობას ნაკლებად მხიარულებით ხდებით. ხოლო ახალი წლის კერპს ვეთაყვანებით. არადა დგება შობა უფლის უდიდესი დღესასწაული, საუფლო დღესასწაული. ამას უნდა აღნიშნავდეთ. დიდი სიხარულით. მთელი ქვეყანა უნდა ფეხზე იდგეს შვებისას. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურად და მოკრძალებულად და თავმდაბლად, არა ისეთი ტაშფანდურითა და კეიფებით, ეგრეთ წოდებული კეიფებით, რომელიც არანაირად არ ზის ქართულ მართლმადიდებლურ წესებში. წესებსაც თავი მოვანებოთ, უბრალოდ კულტურული ადამიანისთვის შეუფერებელია ესეთი ხოცვა ჟლეტა ბაზრებში რაც არის ასეთ დროს. და ერთმანეთზე გადასვლა და აღარ ვიცით რა დავიტაცოთ იმ დროს და რა ვიკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. როცა ვიღაცა ადამიანი მართლაც ხშირი ხდება იმ დროს. და როცა შეგვიძლია რომ ის დიდძალი სუფრიდან რაღაცა ნაწილი ჩვენ სახლობელს უწილოდოთ, მეზობელს უწილოდოთ, მათხოვარს ვიცით. საჭირო ესეთი რამე. ეს არავის არ ჭირდება. არაფერს არ ჭირდება. ჯობია რომ ის გავანაწილოთ ის სუსაცანოვაგი ის თანხები, რასაც ახალი წლის კერპს ვწირავთ ჩვენ. მოყვას დავბრიგოთ. და უფრო უკეთესად წაგვივა იმ წლის ცხოვრება. და მოგრძალებულად ვისადებოთ. ახლა თუ კეიფი არის ოჯახში და დიდი სუფრაა ეს სხვა თუ რამეს უკავშირდება და ახლა მხოლოდ ამისთვის რომ ჩვენ ახლა უნდა ხორაგი მოვიტანოთ აქ და ამ ხორაგით მე დავაკუხოთ თოფი რომ არ იქ ახალი წელი მოვიდაო და ძველი გავაგდეთ და ახალი მოვუყარეთო ეს რა თქმა უნდა არანაირად არ არის კავშირში სერიოზულ სარწმუნოებრივ დამოკიდებულებასთან და სერიოზული ადამიანებისთვის ეს ცოტა შეუფერებელი წერს. ჩვენ ვართ ტრადიციებით მართლმადიდებლური ქვეყანა, ნაომარი ქვეყანა ქრისტესთვის და თუ შეიძლება ასე ითქვას, ბებერიერი ვართ ჩვენ. ზნეობრივი და სულიერი აზნაურებით ბებერიერი ვართ და ამერის წარმომადგენლებს არ გვეკადრება ასეთი ქცევა. ასეთი ბავშვური თამაშობები. ჩვენ უკვე 2000 წლოვანი მართლმადიდებლობის ქვეყანა ვართ. და უფრო ღრმა სახელმწიფოებრიობის, ჩვენ სახელმწიფოებრიობას ჩვენს წელთაღრიცხვამდე უდევს სათავე. და ცოტა უნდა შევიგრძნოთ რა ტრადიციების და რა ასაკის ქვეყანა ვართ. ახალი წლის დადგომა ყოველთვის იწვევდა ადამიანების სიხარულს. წმინდა იოანე ოქრობილი
უდიდესი ნათური, მართლმადიდებელი ეკლესიისა, მსოფლიოს ნათური, მოძღვარი, მამა, მასწავლებელი ამბობს, რომ სახალხო გართობები და თამაშობები ყოველად შეუთავსებელია ქრისტიანულ სიბრძნესთან. ჩვენ თითქოს და ვართ ქრისტიანული ტრადიციების მქონე ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქცევები და ჩვენი მოქმედებები სავსებით ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას. თუნდაც ის თავგადაკლული კეიფების მოწყობა, ის ხიარულება, რაც დაკავშირებულია ახალი წლის დადგომასთან, ეს არის პრინციპში კერთთაყალისმცემლობა. დღე ახალი დგება, კვირა ახალი დგება, თვე ახალი დგება და წელიწადი ახალი დგება. ძველად ახალი წელი იწყებოდა სექტემბერში. იწყებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით და მთავრდებოდა ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ბიძინებით. დღეს ახალი წელი სხვა დროს იწყება, ერთ დროს მარტში იწყებოდა, ეს არის პირობითობა. მაგრამ ადამიანები ამ ყველაფერს აქცევენ ძალიან დიდ მნიშვნელობას და იწყება გაუთავებელი ზეიმები, იწყება გაუთავებელი როკვა, აი ამ ახალი წლის ეგრეთ წოდებული კერპის გარშემო. ან თუნდაც ის ეგრეთ წოდებული ამა თუ იმ წლად სახელწოდება, ცხენის წელი, ვეფხვის წელი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ დღეს საქართველოს გადაიქცა საჯინიბოდ. გაიხედავთ ქალაქში და დგას ცხენის ფიტულები, ცხოველების ფიტულები. ეს არის რეალური კერთთაყალისმცემლობა და ამაზე მრიცხანებს ღმერთი. ეს უნდა თქვას სამღვდელოებამ და უნდა თქვას წმინდა სინოდმა. ამას ჩემის აზრით ჭირდება დადგენილება, რომ ეს არის საშიში ეროვნული თვითშეგნებისათვის და ჩვენი სახელმწიფოსათვის. ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყანა და ამ დროს ქვეყანა მოფენილია ცხენის ფიტულებით, ანუ კერპებით. ხალხი ამბობს, რომ ეს არის ცხენის წელიწადი. არანაირი ცხენის წელიწადიც არ არის. არანაირი ვეფხვის წელიწადიც არ არის. ეს არის ჩვეულებრივი წელი. მობრძანდა წელი, მოვიდა წელი, დადგა წელი და ორჩა. ეგრევე. ეს არის ამბობა, რომ არის ცხენის წელიწადი. ეს არის კერთთაყალისმცემლობა. კერთთაყალისმცემლობაზე მრიცხანებს ღმერთი. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ უგონია რომ ვართ მართლმადიდებელი ერი, ჩვენ ვართ ფასადური სარწმუნოების ერი. ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, ერთი ხელით ვანთებთ სანთელს, ვიწერთ პირჯვარს და მეორე ხელით დღესდღეობით გვიჭირავს ცხენის ფიტული. და ვამბობთ რომ ცხენის წელი მოვიდაო. არანაირი ცხენის წელიც არ მოვიდა. ჩვეულებრივად დადგა ახალი წელი. საერო კალენდრით 1 იანვარს. შემდეგ 7 იანვარს, ძველი კალენდრით 25 იანვარს დადგება აცხოვრის შობის უწმინდესი დღესასწაული. 14 იანვარს კი ძველი თახალწელს ვიზეიმებთ. საეკლესიო კალენდრით სექტემბერში დაიწყება ახალი წელი და ასე შემდეგ. აშვეში აქ ცხენი, აშვეში აქ ეს კერთთაყალისმცემლობა. ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნის დაბალი რელიგიური თვითშეგნება. ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების და ჩვენი ეროვნული კულტურის ძალიან დაბალ დონეზე გაცემის ნიშანი. ამიტომ როგორ უნდა ჩვენ დედა ეკლესიის წევრებმა, სამღვდელოებამ თუ მრევლმა ვამცნოთ ხალხს, რომ ეს საშიში მდგომარეობაა. რადგან არ მოვიდეს ღვთისმშობლის